ვიყარ ლილე პაქსაძე 7 წლის. სწავლობ 25 საძორო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა. ხატვაზე ჯერ არ დავდივარ და მალე უნდა შევიდე. ხატვა ვისწავლი ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. ჯერ სახლებს ვხატავდი, მერე ადამიანებს ვხატავდი, ოღონდ გოგონებს. ადამიანებს ვხატავდი და შემდეგ ასე ვისწავლი. მე ვიცით სისარტყელას ხატვა, მზეს ხატვა, სახლის ხატვა, ადამიანების ხატვა და სკოლის ხატვა. ყველაზე რთული არის ადამიანის დახატვა, მაგრამ მე შევძელი. ყველაზე ადვილია სახლის და ღობის დახატვა. მე ახლა გასწავლით სახლის დახატვას. ჯერ ვხატავთ ერთ ოთხკუთხედს, შემდეგ სახურავს, ბუხარს ხატავთ, ზემოდან თოვლის ბაბუამ რომ ჩამოვიდეს, კიდევ ღობეს ვუხატავთ ასე, ღობეს ასე ვუხატავთ, ოთხკუთხედს ვაკეთებთ და შემდეგ სამკუთხედს. საღლს ასე ოთხკუთხედს გავუკეთებთ, პატარა ოთხკუთხედს, შემდეგ ასე ვუზამთ საქართველოს რო შესავით, ისევ ოთხკუთხედს გავაკეთებთ, ასე ვიზამთ ისევ საქართველოს რო შევით და გავაკეთებთ კარს და კარების ჩასაკეთს ვაკეთებთ და სადაც დავინახავთ ადამიანები სად არის და გასაღები. შეიძლება მაგ ახლოს იყოს გუბეები და შეიძლება იყოს ბაყაყები და შეიძლება კუებიც იყოს. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და მე არ მიყვარს შავი ფერი. მე კიდევ შემიძლია ხელნაკეთების გაკეთება. შემიძლია ყვავილის გაკეთება, სამაჯურების გაკეთება, მძივები მაქვს და შემიძლია დედაენას გავაკეთო, ვაკეთებ უკვე. მე თითქმის დავამთავრე ასოების შესწავლა. ყველაზე მეტად მომწონს ასობგერას, იმიტომ ჩემი მეგობარს ქვია სესილი და სულსოდან იწყება. არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ძნელი დასაწერია. მე მიყვარს კითხვა და ბიბლიოთეკა. ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. ბიბლიოთეკა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან ბევრი წიგნებია და შეგიძლია რომელიმე არჩიო და ითხოვო და იკითხო და ძალიან ბევრი ამბები გაიგო. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერე უცხო პლანეტელებზე. მე მინდა გავყიდო ჩემი ნახატები და ხელნაკეთები. მე გავყიდდი 2-ს გავყიდდი 5 ლარად, 3-ს გავყიდდი 4 ლარად და 5-ს გავყიდდი 10 ლარად. მე ფული ოცნობს ძირითადად ხარჯავ სკოლის ნივთებისთვის. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდიდი პრინცესას სასახლეს და მანქანას. 20 წელს რომ გავხდები, ვიყიდი ვარდისფერ ბენუეს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ იქ ბევრ რამეს ვსწავლობ და კითხვას ვსწავლობთ. და კიდე ანბანს ვსწავლობ, მასწავლებლები გვიყვარს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ელისაბედ ჩაინიძე. ყველაზე ჭკვიანია ნუკი დევაძე. ყველაზე მშვიდია ლილე ფარტენაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ლილე სურმანიძე. მე ვარ ყველაზე დამჯერი, ლამაზი და პრანჭია. მე ვიპრანჭები ასე, არ ვიღებები, არ ვისმევ ტუშს, არ ვისმევ ლაინერს და მხოლოდ მას ვივარცხნი და სკოლისთვის ვემზადები. გაპრანჭის მერე ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა ჩემს დეიდასთან მზია შაინძესთან. იმიტომ რომ მე ვარ ჩემი დეიდების ფერია და ყველაფერს მისრულებენ. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება, იმიტომ ძალიან მიყვარს ხატვა. საყვარელი მასწავლებელია მარინა ანანიძე, იმიტომ რომ მას ვუყვარვარ და კითხვაში, ყველაფერში მოვწონვარ, მათემატიკაშიც მოვწონვარ, ბუნებაშიც მოვწონვარ და ქართულშიც მოვწონვარ. ზოგჯერ მგონია რომ მარინა მასწავლებელი ყველაზე უფრო მე მიყვარს. მინდა რომ ჩემი მეზობელი იყოს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი მხატვარი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 6 წლის ასაკში. მე მომწონს დიდობა, მაგრამ უკვე მენატრება ჩემი ბავშვობა. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ 10, 9-ზე, 8-ზე, 7-ზე, 6-ზე და ასე შემდეგ დიდი რიცხვია. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა ჩემი, დედა ჩემი, ჩემი ძმა, ჩემი და ბაბუა ჩემი და ბებია ჩემი. კიდე მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. ჩემი და არის 16 წლის და ქვია ლიზი. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი და
ძალიან კარგი და. ჩემი აზრით ლიზი რომ გაიზრდება, გამოვა მზარეული. სხვათა შორის მეც ვიცი საჭველების გაკეთება. პირველი საჭველი რომ გავაკეთე 4 წლის ვიყავი. ეს საჭველი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ხაჭაპურის გამოცხობა. ჩემი ძმა არის 3 წლის და ქვია ნოე. ნოე არის ცელქი, ძალიან საყვარელი და ლიზისავე კეთილი. ის ალბათ გამოვა პოლიციელი. მამიკო არის სიმპათიური, კეთილი, სურვილებს მისრულებს და რასაც მინდა იმას მყიდულობს. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ისიც კეთილი არის და ისიც ყველაფერს მისრულებს და ყველაფერს მყიდულობს. მე სახლში ვარ ნამდვილი პრინცესა. ჯადასნური ჯოხი რომ მქონდეს, მაგალითად გავაჩენდი სასახლეს და ცხენს. თემოგზაურობ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. მე ძალიან მიყვარს საჩუქრები და გუშინ წინ მაჩუქეს როლიკები. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ტელეფონი. თოლის ბებუასაც სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა ფოტოაპარატი. წელწმინდა მომიტანოს დიდი სათამაშო ფუმფულა დათუნია. ჩემი აზრით თოლის ბებუა მოხუცია და არის 30 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ზაური. მე ლილე დამარქვა ჩემმა დაიკომ და ჩემმა დედიკომ და ლილეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლილე რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეო და ნიცა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ნუკიდევაძესთან ერთად. ის არის ჩემი მეგობარი, ჩემი კლასელი და საუკეთესო გოგო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია მასწავლებლობანი. ჩემი ნება რომ იყოს, ავწალავდი ექიმობანას. იმიტომ რომ ის ძალიან ცუდი თამაშია, შეიძლება ბავშვებს რამე დაუშაოს. მაგალითად, შეიძლება ჩანგალი ეწიროს ხელში და უცებ თვალში მოხდეს. ბედნიერება არის სკოლაში ყოფნა, სწავლა, მასწავლებლებს უყვარხართ და კარგ ნიშნებს რომ მოგცემენ. კიდევ არის დედიკოსთან და მამიკოსთან ჩახუტება, შენ და-ძმასთან თამაში და აუცილებლად სიყვარული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.